დევა. მერთის საცოლე იყო. არ მგონია მოვიდეს. ის დღეს თხოვდება. ვის მიყვება? არ ვიცი, მაგრამ თუ გინდა გავარკვევ. თხოვე. აქვე. და ახლა ვემთხოვე ჩემი დისხელი, თორემ ღმერთს გეფიცები მოკლავ. გეფიცები, ყველაფერი გასაგებია, მაგრამ არ შემიძლია. სხვაზე ვარ დანიშნული. ყველაფრისთვის პასუხს აგებ. ხვალ აქედან გავალ და იცი რატომ? იმიტომ რომ ჩემი საქმრო მოვა და აქედან გამიყვანს. შენ კი ამ ყველაფრის გამო დაისჯები. შენი საქმრო მოკვდა. ქალი თავის პირველ სიყვარულს არასდროს ივიწყებს. მომატყუე? ჩემი საქმრო არ მომკვდა რა არა? თუ ასეა სად არის? რატომ არ მირეკავს? ახლა შენც მამა შენის ბედის წერას იზიარებ. ცოლად ირთავ ქალს, რომელსაც სხვა უყვარს. რას ამბობ? ახლა წადი მაგიდას მიუჯექი. ის გოგო ცოლად შეირთე. გვარი მიეცი. მაგრამ არ დაგავიწყდეს. ერთ დღეს ისიც ჩემსავით მიგატოვებს და წავა. რადგან ის ძართვი, ვინც მას უყვარდა. ჰანიმ? გულჯემალი დაინახე? დიახ. განადგურებული იყო. რა მოხდა? ახლა უკვე მასზე აღარ დაქორწინდება. მე მისი სიყვარულის ცეცხლი ჩავაქრე. ეს ცეცხლი დიდხანს აღარ გაღვივდება. შურისძიების დრო დადგა. იმ იდიოტებს იმ ღამით დევა რომ მოეკლათ, შვიდად იცხოვრებდა. რადგან იცოდინებოდა რომ მას უყვარდა. დევას ხსოვნა მის გულში ყოფილთვის იცოცხლებდა. სიცოცხლის ბოლომდე. მაგრამ დღეს გულჯემალის გულში დევასადმი სიყვარული დავასამარე. ის ვერც მის დავიწყებას შეძლებს და ვერც პატიებას. მაგრამ თუ გადაწყვეტს რომ მიუხედავად ყველაფრისა მის პატიებას და სიყვარულს შეძლებს, ეს ჭვები მის ბედნიერებას მოწამლავს. ის ბედნიერი ვერ იქნება. მის ერთ ნაწილს ის ყოველთვის ეყვარება, მაგრამ მეორე ნაწილი ზურგს შეაქცევს. გულჯემალისთვის გულში ხანჯალი რომ ჩამერტყა, ამაზე უარეს ტკივილს არ მიაყენებდა. მიპასუხე. გთხოვ, მიპასუხე. მიხედე. დევა ეცადე და მშვიდდე. დამშვიდდე? არ მაღან. ხვდები ახლა რა მდგომარეობაში ვარ. ვცდილობ გავარკვიო რა მოხდა ისეთი მნიშვნელოვანი, რომ რეგისტრაციის მაგიდასთან ისე დამტოვა, რომ არაფერი თქვა. ვცდილობ პასუხი ვიპოვო. ვრეკავის კი არ პასუხობს. რა შეიძლება მომხდარიყო რა? რა ხდება?
გარა რამე უნდა ვქნათ. გოგო მიატოვეს. ეს საშინლად დამამცირებელია. გაჩუმდი. ისედაც ხანძარია გაჩენილი. შენ კი ნავცას ხამ. არა, შევეცდები დავამშვიდო. სასმისინ რა გითხრა? მითხრა მალე მოვალო. ესე იგი არ ჩენიცი საწავიდა. მითხრა რომ ყველაფერს მოგვიანებით ამიხსნიდა. ყოჩახ. ყოველთვის კუჩში დახვები. მისი მარტო დატოვება დღეს გადაწყვიტა? მასთან ერთად რატომ არ წახვედი? რატომ? დევა. დაურეკეს და სასწრაფოდ წავიდა, მეტი არაფერი ვიცი. კარგი. დევა, დამშვიდდი. დამშვიდდი. გულჯემალი არ მიგატოვებს. მას ხომ მიცნობ. ის არასდროს მიგატოვებს. ვცდი. დევა. ძვირფასო. დამშვიდდი გთხოვ. ის დაბრუნდება. ალბათ ძალიან მნიშვნელოვანი საქმე გამოუჩნდა. არ წავიდოდა. ხო. მერტ, რა ჩაიდინე? ჩემი ძმა ასე მოულოდნელად რატომ წავიდა? საყვარელო, მე არაფერ შუაში ვარ. როგორ? შენ დამაძალე რომ გამოვწყობილიყავი და სპექტაკლის სახურებლად წამოვსულიყავი. ამბობდი რომ დღეს შენი დღეა, ქორწილი არ იქნებაო. რა შეიფიქრე? თქვი რა ხდება? ღმერთო. ახლაც მე ვარ დამნაშავე. მე არაფერი გამიკეთებია, უბრალოდ დევას მამის სახლში ვიყავი და ვთხოვე ქორწილისთვის ხელი შეეშალა. რა? ვერ მივხვდი? მამამისთან მიხვედი? რა იყო ეჭვიანო? მიპასუხე. რა სისულელეს ამბობ გულენდამ? იქ იმიტომ მივედი რომ ჩვენი თავი გადაგვერჩინა. სხვა მიზეზი არ ყოფილა. მეგონა მამამისი ქორწილს ჩაშლიდა. კარგად გაგითვლია. ხედავ არ მოვიდა. არ მგონია მამამისი ამ ქორწინების წინააღმდეგი იყოს. ღმერთო. შეხედე, მოვიდნენ. მადლობა ღმერთს. ახლა თავის შვილს წაიყვანს და აქედან მოშორდებიან. გულენდამ, გთხოვ დამშვიდდი. რა ხდება? აქ რატომ მოხვედით? ცოტა ხნის წინ ხომ შენ პირდით რომ თქვენ შვილს აქედან სამუდამოდ წაიყვანდით? დევა სად არის? წუთი წუთზე დაქორწინდება. რისთვის მოხვედით? უნდა იზეიმოთ? ქორწილში ყოფნა გადაწყვეტეთ? ტყუილად გაისარჯეთ. იმედი არ გქონდეთ, ქორწილი არ შედგება. მორჩა. გულენდამ, გთხოვ დამშვიდდი. შენ გარშემო მყოფნი შენს მდგომარეობას სცემენ პატივს და ჩუმად ამიტომ არიან. ჩემადამ არაფერი თქვა, რომ შენი შვილი მამის გარეშე არ დარჩენილიყო. იმის მაგივრად რომ მისი მადლობელი იყო, მისი მისამართით პირიდან რა სიტყვები ამოგდის. მართლა ძვირფასო? მართლა? კარგი საკმარისია. რას ლაპარაკობ? თავი ვინ გონია, ვინ ხარ? რა თავხედურად მელაპარაკები? შენ ვინ ხარ? თავი ვინ გონია? გონია უფლება გაქვს ჩვენ სახლში მოხვიდე და პირობები წამომიყენო? მომისმინე? მადლობა თქვი რომ ორსულად ხარ, თორემ სეირს გაჩვენებდი. კარგი გეყოფა. იცოდე ვერ გადამირჩები. მართლა? მაჩვენე რა შეგიძლია. მომისმინე? საკმარისია. რა შეგეშინდა? არ ვხუმრობ აქედან მოშორდი. კარგი შვილო. ნუ მაიძულებ. წამოდი. რა შეგიძლია? წამოდი. მისი არ მეშინია. წადით აქედან. მოშორდით. შეშლილია. კარგი. ჩემთან ასე ლაპარაკს როგორ ბედავს? საზიზღარი. ნუ ყვირი, დამშვიდი გულენდამ, რა დაგემართა? ისინი ქორწილის ჩასაშლელად მოვიდნენ. ასე რატომ ელაპარაკე? გაჩუმდი. გთხოვ გაჩუმდი. ჩემი არავის ესმის. გაჩუმდი. შენ კი ჩემი არ გესმის. რატომ მიწევს უნიმის შეხსენება რომ ორსულად ხარ? მერტ. ბავშვს ავნებ. გაჩუმდი, გაჩუმდი.
დევა, მამა შენი და შენი დამოვიდნენ. მამა. მოვედი, მაგრამ იმიტომ არა, რომ ქორწილზე თანახმა ვარ. რაღაც მინდა გითხრა. იბრაჰიმ ბეი გულჯემალი იძულებული გახდა წასულიყო. ქორწილი ჯერ არ ყოფილა. რას ნიშნავს არ იყო? გულჯემალი სად არის? წავიდა, მაგრამ არ ვიცით სად. ეს სიმართლეა. მაგრამ მნიშვნელოვანი საქმე რომ არ წავიდოდა. მალე მოვა. რა თქმა უნდა, ასეთ მნიშვნელოვან დღეს როგორ წავიდოდა. ძალიან მნიშვნელოვანი საქმე გამოუჩნდა. დევა, მოდი აქ. დევა. რა ხდება? გულჯემალი სად არის? რა ჩაიდინე? უკვე მეორე კაცი გარბის შენგან ქორწილის დღეს. რას გულისხმობ, იფეკ? შენ რა დამცინი? ისედაც განერვიულებული ვარ. მე არაფერი მექნია. ცერემონიის წინ დაურეკეს და წავიდა. მე არაფერ შუაში ვარ. სულ ეს არის. რა სისულელია? პატარძელს სატელეფონო ზარის გამო რეგისტრაციის მაგიდასთან არავინ ტოვებს. არა, ვერ ვიჯერებ. გონი ტრენდი შექმენი. გაქცეული სასიძო. სხვანაირად ვერ ვხსნი. იფეკ. კარგი, ჩუმად ვარ. არაფერს ვიტყვი. გულენდა? მერტ. მომისმინე, იქნებ შეგიყვარდა. გულჯემალ ბეი? იცით, დევა თქვენთვის წაბლს წვავდა და ხელი დაიწვა. მინდოდა მეკითხა, დამწრობის მალამო ხომ არ გაქვთ? გააქვთ დამწრობის მალამო? დევა ძალიან მწუხარ. შეხედე. ეს ჩვენი ქორწილის დღეს მომწერა. ყველაფერი ჩემ თვალწინ ხდებოდა. მე კი ვერაფერს ვამჩნევდი. მოცდა გინდოდა? ყველაფერი ტრადიციისამებრ რომ ყოფილიყო. ნიშნობა, ინით მოხატვის ცერემონია, ქორწილი. არა. ქორწილის დღეს რომ იმატოვეს, მაშინ მივხვდი, რომ ეგ მნიშვნელოვანი არ არის. შენი საქმროს შესახებ ჩემთვის არაფერი გითქვამს. ქორწილის დღესგან რამდენი პატარძალი მიუტოვებიათ. ის შეტყობინება რატომ მოგწერა? ქორწილზე რატომ არ მოვიდა? რატომ?
ვამჩნევდი, მაგრამ არ მინდოდა მეღიარებინა. არ მინდოდა. ახლა შენც მამა შენის ბედის წერას იზიარებ. ცოლად ირთავ ქალს, რომელსაც სხვა უყვარს. დევა? მერთის საცოლე იყო. ღვთის გულისათვის იბრაჰიმ, რატომ მაძალებ? მე თვითონ ვეთყვი, როცა დრო მოვა. ეს დრო არასდროს მოვა ფირუზე. ის მთელი ცხოვრება დედის გარეშე გაიზარდა. თავს რით იმართლებ? გგონია გაპატიებს? არ მინდა შვილს ტანჯვა მივაყენო, მაგრამ იძულებული ვარ. იმ ნაძირალა მერთმა გაიგო, რომ დევას დედა ხარ. გესმის? ყველაფერი გაიგო. როგორ გაიგო? არ ვიცი როგორ, მაგრამ ის ნაძირალა დამემუქრა. ჯანდაბა, ღმერთმა დასწყევლოს. მითხრა, რომ თუ ქორწილს არ ჩავშლი, დევას ეტყვის ვინც ხარ. ყველაფერი მეორდება. ისევ ქორწილის დღეს მიმატოვეს. შენ რას ფიქრობ? გულჯემალი ასე რატომ მომექცა? რატომ? არ ვიცი. მაგრამ ამ ყველაფერს ახსნა უნდა ჰქონდეს. რაღაც ხდება, რაღაც ცუდი ხდება. ამას ვგრძნობ. გული მეგლიჯება. მაგრამ ვერ ხვდები, რა შეიძლებოდა მომხდარიყო. არა, ამას ნუ ამბობ, ცუდზე ნუ ფიქრობ. ნუ ღელა. ყველაფერი კარგად იქნება, არასასიამოვნო ფაქტი მოხდა, მაგრამ არასასიამოვნო? არასასიამოვნო? ქორწილში მიმატოვეს. მეორედ. ეს რატომ მემართება? რით დავიმსახურე? ხო, შეიძლება ითქვას, რომ ამ ხრივ რეკორდების წიგნში შეხვალ. ხუმრობ. ღვთის გულისთვის ნუ ხუმრობ. კარგი, აღარ ვიხუმრებ. ჩუმად ვარ. დევა, მასზე მეც უბრაზობ. საშინლად ვარ გაბრაზებული, მაგრამ გულჯემალი ის ადამიანი არ არის, ვინც თავის სიტყვას ღალატობს. ასე უბრალოდ ვერ მიგატოვებდა. მას ორივე ვიცნობთ. გულჯემალი დაბრუნდება. დაბრუნდება. ხო. რაც უნდა მოხდეს მოვა. ის ასე არასდროს მიმატოვებდა. ასეა. ეს სულ სხვა საქმეა. ის არ მიმატოვებს. არასოდეს. მომისმინე. მესმის რომ განიცდი, მაგრამ კიდევ ერთხელ გაგიმეორებ. არ ვიცი რა მოხდა. ამას დიდი გამოცნობა არ სჭირდება. აშკარაა, ჩემი და ქორწილში ისევ მიატოვეს. არაფერი მესმის. იმ ყველაფრის მერე რაც მოხდა, ადამიანმა თავი როგორ უნდა იმართლოს. შენ არც კი შეაჩერე? მე რა უნდა მექნა? უცებ გაიქცა. არ ვიცი სად. არ ვიცი. როგორ თუ არ იცი? შენ ხომ მისი ჩრდილი ხარ. სულ უკან დაყვები. ყველას გვატყუებ, არა? ვფიქრობ იცი სადაც არის, მაგრამ როგორც ყოველთვის შენს უფროსს იცავ. სად არის გულჯემალი? იფეკ. მართლა არაფერი ვიცი. მაპატიე, უნდა ვუპასუხო. ხო, ეჭვიც არ მეპარება. ძმაო, სად ხარ? საშინელი ქაოსია, ყველა შენ გელოდება. ის ნაძირალა მერთი წამოიყვანე და მთის ფერდობზე მოიყვანე. გელოდებით. კიდევ რა ჩაიდინა? კითხვებს ნუ მისვამ. გააკეთე რაც გითხარი. გაიგო. ყველაფერი გაიგო. მათ არც სირცხვილი აქვთ და არც ნამუსი.
რა აღარ ვუთხარით, მაგრამ არაინტერესებთ. არ მესმის. მოვიდნენ და დაინახეს, რომ ჩემი ძმა არ არის. დევა მიატოვა. მისთვის ხელი მოეკიდა და წასულიყვნენ. მან ხომ მიატოვა, მაგრამ არა ისე სხედან თითქოს არაფერი მომხდარა. ხვდები მაინც შენი ქმარი რა დღეშია. ხვდები რასთან მიწევს გამკლავება. ხვდები? რამდენი რამ მოხდა, ისინი კი არ მიდიან. ჭკუიდან შევიშლები. ჩემი ძმა რატომ წავიდა? ის შენი ძმა. მას სხვებზე უკეთ იცნობს, შენ თქვი გულენდამ. არ მესმის, მასზე დაქორწინება ძალიან უნდოდა. რა მოხდა, რომ ხორცილის დროს მიატოვა? მას ვიღაცამ დაურეკა. საინტერესოა ვინ? რაღაც სერიოზული უნდა მომხდარიყო. დედაჩემმა იცოდა, რომ დანიშნულები იყავით. რა თქმა უნდა, იცოდა გულენდამ. ჩვენი ბეჭდები დედაშენს ჰქონდა. ოღონ დეტალების გარეშე. მაშინვე რატომ ბრაზდები? მაპატიე, მკითხე და მეც გიპასუხე. იქნებ ჩემს მას დედამ დაურეკა. არა მგონია. არა, რატომ უნდა დაერეკა? მას არ უნდოდა რომ ამის შესახებ გაეგოთ. რატომ? არ უნდოდა? მას რატომ იცავ? ვიცავ? არ ვიცავ. ცხადია არ ვიცავ. მას დიდად არ მოვწონვარ, თანაც ის ახლა სიცოცხლისთვის იბრძვის. შენ საიდან იცი? შენ მითხარი? მე არ მithქვამს. როგორ გაიგე? მომისმინე, ყველაფერზე ვიზრუნეთ, ყველაფერი ისია, როგორც გვინდოდა. დაკითხვას რაღაცომ მიწყობ გულენდამ. ღვთისგულისათვის, თანაც რა მოხდა? სახელმწიფო საიდუმლოებაა? განა არ შეიძლებოდა თავად გამეგო. ხორცილიდან ჩემი ძმის საყვანა ჩემ გარდა მხოლოდ ერთ ადამიანს შეეძლო. და ეს დედა ჩვენია. მოდი კარგზე ვიფიქროთ გულენდამ. თუ ყველაფერი მართლა ისეა, როგორც შენ ამბობ, რომ ღმერთიც კი ვერ გადამარჩენს, შენ კი ჩემს საფლავზე სიარული მოგიწევს. ჩვენთან ერთად მოდიხარ მერტ. მაინც სად? მალე გაიგებ. სად მიყავართ? რა ხდება, ვეფა? სად მიყავართ? ხელი გაუშვით. ხელი გაუშვით. გამიშვით. ვეფა. გამიშვით. სად მიყავთ? ხელი გაუშვით. გამიშვით. შეწყვეტიათ. სად მიყავთ? გულენდამ. გაუშვი ვეფა. გულენდამ. გაუშვი. გულენდამ დამშვიდდი. ღმერთმა დაწყევლოს, რა საკეთებ? დამშვიდდი. გულენდამ. გამიშვი ხელი. გამიშვი. ეს შენი ძმის ბრძანება, ამისი მიყვანა მან გთხოვა. გაიგო არა? მომკლავს. გულენდამ, შეჩერდი. ვეფა. ჩემი ძმა მას რას უზამს? მითხარი როგორ მოექცევა? არ ვიცი, მაგრამ ფიქრობ ყველაფერი გაიგო. არა. გაჩერდით. ხელი გაუშვით. გულენდამ. მერტ. დაჯექი. მაპატიე გულენდამ. ვეფა. შეჩერდი. ჩვენ შვილს გაუფრთხილდი გულენდამ. არა, ვეფა. რა საკეთებთ? გაუშვით. მერტ. ფიქრობ გულჯემალ ბეი აღარ მოვა. გვაპატიეთ რომ გავოდინეთ. თავს უხერხულად ვგრძნობთ. მეც ვწუხარ, მაგრამ მეც ვეღარ დაველოდები. გულჯემალ ბეის აუხსენით. რა თქმა უნდა, გაგაცილებთ. გთხოვთ. არ არის საჭირო, თვითონ გავალ. რა სირცხვილია. წავიდეთ, ლოდინს აზრი აღარ აქვს. დარწმუნებული ვარ, გულჯემალი არ დაბრუნდება. დაბრუნდება. ის მე დამპირდა. ასე ვერ მიმატოვებდა, მამა. ის მოვაგესმის? დაჯექი, მამა. ის მე დამპირდა, არ მიმატოვებს. დაჯექი. ღმერთმა დაგწყევლოს. გულენდამ. დამშვიდდი. ღმერთმა დაგწყევლოს. ყველაფერი შენი ბრალია. შენი. დამშვიდდი. შენ ხარ დამნაშავე. გამიშვით.
შენ გამო ჩემი ძმა ქმარს მომიკლავს. მერტო შენ გვიშველე. ხელი გამიშვით. რას გეუბნებოდი? ხომ გთხოვეთ აქედან წაგეყვანათ. თქვენ რა გააკეთეთ? ჩვენს ოჯახში ქარბუქივი შემოიჭერით. ღმერთმა დაგწყევლოს. საკმარისია. ნუყვირი, წესიერად თქვი. მოკლავ. დამშვიდი და წესიერად თქვი. სულელი ხარ უდვინო. გულენდამ თქვი რა მოხდა. იდიოტო სულელო. ჩემმა ძმამ შუა ცერემონიის დროს რატომ იგატოვა? ასე სწრაფად საწავიდა. მე გეტყვი. ჩემმა ძმამ ყველაფერი გაიგო. გაიგო მერცე რომ იყავი დანიშნული. რა? ამისთვის საფასურის გადახდა. ჩემს ქმარს მოუწევს. გმაყოფილი ხარ? თქვი გმაყოფილი ხარ? ეს ყველაფერი ჩემს ოჯახს ძვირად დაუჯდება. რატომ? შენი საქციელის გამო პასუხი მე და ჩემმა შვილმა რატომ უნდა ვაგოთ? მისი წაყვანა ხომ გთხოვეთ? შვილო, ხომ გაგაფრთხილეთ, რომ ეს მოხდებოდა? რატომ არ წაიყვანეთ? ჯანან გაიქეცი მიხედე. არავინ მომისმინა, არავინ მისმენს. შვილო, ისუნთქე. გულჯემალ. დევა, გულჯემალ. დამშვიდი. დამშვიდი. გულჯემალ. ვეფა, ეს არ გააკეთო. გეყოფა საკმარისია. მალე შვილი მეყოლება. ჩემი ცოლი ორსულად არის. ეს არ გააკეთოთ. გთხოვთ. ძმაო, ნება მომეცი აგიხსნა. ყველაფერს აგიხსნი. არა ძმაო, არ გინდა გთხოვ. გულჯემალ. არა, გთხოვ. არა, ეს არ გააკეთო. ეს არ გააკეთო. გულჯემალ, არა. არა, გთხოვ. ასე როგორ მოიქეცი? სინდის ნამუსი არ გაგაჩნია? შენთვის ყველაფრის თქმას ვაპირებდი, გეფიცები? დამცინოდით, არა? კარგად გაერთეთ, ჩემს ზურგს უკან. მიპასუხე. ძმაო, ისეთი არაფერი მომხდარა, გეფიცები? ყველაფრის მოყოლას ვაპირებდი, მაგრამ გარა მამისნება არ მომცა. მე მუქრებოდა. მას დევასთან თავისი საიდუმლოება აქვს. გარა? ჩვენი გარა? ძმაო, მანაც ყველაფერი იცოდა. რაზე ლაპარაკობ? ძმაო, დამიჯერე, გთხოვ, არჩევანი არ მქონდა. შეწყვიტე, მორჩით ყვილებს. დამიჯერე, შენთვის ყველაფრის თქმას ვაპირებდი, გულჯემალ, მაგრამ გულენდამმა გადამაფიქრებინა. გულენდამმა? რა თქმა უნდა. ჩემმა ცოლმა ყველაფერი იცის და მხარს მიჭერს. რას ამბობს? არაფერი მესმის. ვეფა, რას ამბობს? ვეფა! ძმაო, არაფრის თქმა არ შემეძლო. გულენდამის და მისი შვილის გამო ვდუმდი. მთელი ჩემი ოჯახი ჩემს ზურგს უკან მოქმედებდით? ასე როგორ მომეკეცით? ღმერთმა დაგწყევლოთ. ეს როგორ გააკეთეთ?
მიპასუხე. ძმაო, მიპასუხე, გთხოვ. მიპასუხე. არც ეს მპასუხობს. რა ხდება? ჯანდაბა. თუ ტკივილს მომაყენებ. მეც იგივე თიგი პასუხებ. ამის გაკეთება არ ღირდა. წინასწარ გათვალე. ჩემი ბედნიერების დანგრევის ნებას არ მოგცემ. თვალი თვალის ძილ, კბილი კბილის ძილ. მიპასუხე. დევა საკმარისია. ჯანან, აქ რატომ ხარ? ხომ გთხოვე გულენდა მიმარტო არ დატოვა. შემეშინდა გარა. ვერ დაინახე რა გაბრაზებული იყო. შემეშინდა. მიყვირა და გამომაგდო. ღმერთო გაძლება მომეცი. ჭკუიდან შევიშლები. არ მპასუხობს. ადრე თუ გვიან მოგიწევს მიპასუხო გულჯემალ. მიპასუხე. ტელეფონი მომეცი. მამა რას აკეთებ? დამიბრუნე ტელეფონი. შენთან ლაპარაკი რომ უნდოდეს გიპასუხებდა. მამა, უნდა ვილაპარაკო, უნდა ავუხსნა. მომეცი. რა უნდა აუხსნა დევა? რა მოხდება თუ დაბრუნდება? მომხდარის შემდეგ, ამ დამცირების შემდეგ, მას სოლად როგორ უნდა გაყვე? მისმა დამსახლიდან რამდენჯერ გაგაგდო? გულჯემალმა ცერემონიის დროს მიგატოვა. ამდენი დამცირების მიუხედავად აქ რჩები? მიპასუხე. ნუ თუ თავმოყარეობა საერთოდ არ გაქვს. იბრაჰიმ ბეი. საერთოდ არაფრის გრცხვენია? მას უნდა ავუხსნა.